პარტიის რეფორმირებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანსა და მის გუნდს შემოვიერთებთ წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ექს-პრეზიდენტის განცხადებით გადაწყვეტილების მიზანი ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში პარტიის გაცოცხლება და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური განახლებაა. მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ გეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში წერს სააკაშვილი. გაგებით ვიღებთ თბილისის მცდელობებს დაასრულოს გარედან დიქტატი, მზად ვართ რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ, აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი ზახაროვა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თბილისმა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთა. ძროხის გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობითა და თვითმკვლელობით დასრულდა ზუგდიდის სოფელ ოქტომბერში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 70 წლის კაცმა 55 წლის მეზობელი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილობრივების ინფორმაციით მათ შორის დაპირისპირება წარსულშიც არსებობდა, ბოლოს კი ძროხის გამოიჩხუბეს. დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 8 პირი გათავისუფლდა, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. პირობების თანახმად ბრალდებულებს 3 წლიანი პირობით იმსჯავრი ექნებათ. გუშინ საპატიმრო დატოვა ამავე საქმეზე ბრალდებულმა 8 პირმა.